გამარჯობა. გამარჯობა. ხარდამჭერები, შენი მეგობრები. მათ თავიანთი ფსევდოოპოზიცია ჭირდება. ის კი არიციან, რომ აი აქ მოგროვილი ხალხი, ეს არის უკვე ნიშანი რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების სახით უთხრა ბატონ დიმიტრის, ბატონ ჯონდის, კალბატონ თამარს, ყველას. მამა ანთიმოს, ჩემ მეგობარს, ასევე რომელიც მობძანდა დაგლოცა, მუხიანში ვაკელები არჩევნებს ვერ მოგვიგებენ. ჩვენ ვერ მოუგებთ ვაკელებს ვაკეში არჩევნებს. მუხიანი ჩვენია და ჩვენ გავიმართ. შემზე მაგრა ჩემი უბანი არ ეწყინე. ბატონ დიმა, ბატონ ჯონდი, კალბატონ თამარ მოგმართე. ლეგიტიმურ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, მოვახდინოთ წიაღში და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბესოს მეგობრებს, მის ახლობლებს, მის მშობლებს, მის ოჯახს, მეუღლეს, რომ ყველამ ხელი შეუწყეთ, რომ ეს კაცი საჯარო პოლიტიკისთვის გამოიმეტეთ. აწი უკვე ჩვენ ვიცით ტანდემში როგორ მიმუშავებთ ერთად. მე ზუსტად ვიცი, რომ ბესო დანელია რომ ეყოლება საკრებულოში, ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება 100% ზემოდან კიდევ. ჩვენი საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე საქართველოს სახელმწიფომ აიღო ის ვალდებულება, რომელიც მისი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 5 წელიწადში ამ ქვეყანაში დემოგრაფია შეიცვლება. დღეს შეხვედრა იმართება მუხიანის პირველი მიკრორაიონის მეორე კორპუსში. აქ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები არიან ჩვენი მხარდამჭერები და მინდა გითხრათ, რომ უბნის უმეტესობა და მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ნინო ბურჯანიძეს ერთიან ოპოზიციას, მის მერობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც დღეს მობრძანდა ჩვენთან და ასევე მე მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატს მიჭერე მხარს. ეს ჩემი უბანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩვენ ვერავინ ვერ მოგვიგებს არჩევნებს და ვერც ვერავინ ვერ გაგვიყალბებს არჩევნებს. ასე რომ დიდი მადლობა ჩემ მუხიანელებს, ჩემ უბნელებს, რომელთა ხარდაჭერასაც მე ყოველ დღე ვგზნობ. შემოხაზეთ ნომერი 3 და აირჩიეთ ნინო ბურჯანიძე ერთიანი ოპოზიცია. საარჩევნო კოალიცია ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრას. ჩვენ ვიმყოფებით მუხიანის დასახლებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მუხიანის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით გამოვიდნენ საცხოვრებელი ბინებიდან. მიუხედავად საკმაოდ რთული კლიმატური პირობისა, ისინი ესწრებიან ჩვენთან შეხვედრას და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ, რომელმაც მათ შორის თვითმმართველობის დონეზე ვერ გაართვა თავს მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს და საკითხებს, რომელიც როგორც საბინაო კომუნალური ფონდის მოწესრიგების, ასევე სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის საკითხებში გამოიხატება და მე ვფიქრობ, როგორც თბილისის ძალიან ბევრ უბანში მუხიანშიც ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის პრობლემა დაკავშირებული ახალგაზრდების დასაქმებასთან. ახალგაზრდების დაუსაქმებლობა იწვევს კრიმინოგენული ვითარების ზრდას, იწვევს ასოციალურ მოვლენებს, რომელიც გამოიხატება იგივე ოჯახურ ძალადობაში, გამოიხატება ისეთ ასოციალურ ქცევებში, რომელიც საბოლოო ჯამში დანაშაულის კრებში აისახება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რითაც უნდა თვითმმართველობაში არსებული ყველა რესურსი მივმართოთ პირველ რიგში ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებისკენ. აქედან მომწანდით ია როგორ ახლა 80,000 ნუ 60-ისთვის მაინც 80-ისთვის და არა ხო? იმიტომ რომ ბანკი ხო რეალურად ფულს ყელის არა? ბანკისთვის ფული არის როგორც სოფლის მეურნეობის განვითარება. იმ მეორე 500 ბატონი ბესო ჩემი მეგობარი 5 წელიწადია მეგობრობთ. გაჭირვებაში გავიცანე, ერთო მაგრად მიჭირდა, იმ დროს დამიდგა გვერდზე და იმის მერე დავმეგობრდით. საოცარი ადამიანი, მარტო გულია. წარმოიდგინე მარტო ხელა გულია და დარწმუნებულია, რომ მუხიანელებს, ყველას ვიც როგორც მე ვიყავი, გაჭირებული გვერდზე დამიდგა, ისე დაუდგება ხსუ ყველას და მაღლა ვეტყვი, რომ მუხიანელებს რო ხმა მიცემ ბესო დანელიას. იმდენად ბევრი პარატი საბურაოს მეკითხულობენ. არმიისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თავისი ქეში ფული შევაჭდებოდა და კრედიტი. ჩვენი გონების საძირკველს შეადგენს ის ენა, რომელსაც პირველად ვსწავლობთ მშობლებისა და ახლობლებისაგან. ეს არის